განბაჟების გაძვირებით ზუსტად იმ ადამიანებს ურტყავს ეს ყველაფერი, ვისაც ისევ ფული არ აქვს, ხო? შესაბამისად, ზუსტად იგივეს აკეთებს ეფექტურად ხელისუფლება, არაფერი არ შეცვლილა, ზუსტად იგივე აკრძალვა და ზუსტად იგივე ადამიანი ვერ შემოიყვანს, როგორც ამას ვერ გააკეთებდა სრული აკრძალვის შემთხვევაში, უბრალოდ ისე როგორც ხელისუფლებას ჩვევია, რომ აი ხალხი მოატყუოს, რაღაც ეგეთი ტიპის რეგულაციაა, რომ აი ხალხო არა, კი არ უკრძალავ, შემოიყვანეთ რამაქანაც გინდა. უბრალოდ იმდენად ძვირიღით, რომ ვერ შემოიყვანეთ. ანუ ვისაც ფული აქვს, აი მაგალითად თვითონ ოცნებასთან მიკედლებულ ხალხს ხო უფრო ბევრი ფული აქვს ჩვენი ქვეყანაში. სინამდვილეში მაგათ მოუხსნეს აკრძალვა. გაითვალისწინე ისევ თავისი ხალხის აზრი, რომ ზოგს 6 წელზე ძველი მანქანა ევასება და მაცალე რა, ძვირი დაადე და ხო, მაკიდინე რა. ვინც ხელისუფლებასთან მიკედლებული ხალხია, ფული აქვს, პრობლემა არ აქვს, მასეთ ადამიანს დაუტოვა 6 წელზე ძველის ყიდვის საშუალება. დანარჩენებს, ვისაც 6 წელზე ძველის ყიდვის პრობლემა იმიტომ ქონდა, რომ ფული არ ქონდა, შესაძლებლობა არ ქონდა, საშუალება არ ქონდა მეტი ფულის გადახდის, მასეთ ადამიანს არაფერი არ შეეცვალა, მასეთი ადამიანი მაინც ვერ იყიდის და საშუალება თუ არ აქვს, მოუწევს 6 წელზე უფრო ახალისთვის აგროვოს ფული, ან თუ ვერ დააგროვებს, არ ქონდეს საერთოდ მანქანა.